არის თუ არა დაცული გენდერული ბალანსი საარჩევნო სიებში. ბათუმის ოლქში რეგისტრირებული 359 კანდიდატიდან თვითმმართველობის ორგანოში მოსახვედრად 113 ქალბატონი იბრძოლებს. ბათუმის მერობის პოზიციაზე კი ქალი კანდიდატი არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ ჰყავს. ბათუმის საკრებულოში მოსახვედრად 113 ქალბატონი იბრძვის. თვითმმართველობის არჩევნებში გაცილებით მეტი 359 კანდიდატია რეგისტრირებული. საქართველოს გენდერული თანასწორობის ქსელის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ბალანსი დაცული არ არის და ქალთა რიცხვი პოლიტიკაში კვლავ მცირეა. იმისთვის, რომ დემოკრატიული განვითარების გზაზე საკუთარი წვლილი ქალბატონებმაც შეიტანონ, დღეს ქალ კანდიდატებს საარჩევნო კამპანიის წარმოებისას გასათვალისწინებელი რჩევები გაუზიარეს. ეს არის ფაქტიურად იმავე ადგილზე გაჩერება მიუხედავად ამდენი ორწლიანი უზარმაზარი შრომისა, როდესაც მოვიარეთ ყველა რეგიონი, ყველა ქალაქი, ჩასულები ვიყავით, ვნახეთ და დავინახეთ, რომ რამხელა პრობლემებს ვაწყდებოდით თანდათან იმისათვის, რომ საზოგადოებამ ხელი შეუწყოს ქალების დაწინაურებას. ქართული ოცნების კოალიციური სიის ათეულში მხოლოდ ერთი ქალბატონია. ნატალია ზოიძე აცხადებს, რომ საკრებულოში მათი მხრიდან გენდერული ბალანსი დაცული იქნება. პროპორციულ სიაში დასახელებულია აგრეთვე მაჟორიტარები, რომლებიც სავარაუდოდ მოიგებენ თავიანთობას, შესაბამისად მათ ჩაინაცვლებიან ქალბატონები და ჩვენი პრეზენტაციის დღეს კიდეც იყვნენ წარმოდგენილი ეს ქალბატონები, ქალბატონი ნინო, ქალბატონი ნატალია. ასე რომ გენდერული ბალანსი მე ვფიქრობ საკრებულოში დაცული იქნება. საკრებულოში მოსახვედრად სალომე ზურაბიშვილი საქართველოს გზის სახელით პარტიული სიის 22 წევრიდან 7 ქალი იბრძოლებს. სიის პირველ ათეულში 5 ქალბატონია. ქართულ პოლიტიკაში პირველ ნაბიჯებს გზავს მანანა სულაბერიძე. ამბობს, რომ ქალი კანდიდატების როლი საგანმანათლებლო მიმართულების გაძლიერება, სოციალური პრობლემების მოგვარება და პოლიტიკური ცხოვრების დაბალანსებაა. შევძლებ უფრო მეტი გავუკეთო კულტურის სფეროს, სპორტს, განათლების სფეროს, ზნეობრივ და სულიერ სფეროებს. და ასევე სოციალურ პრობლემებსაც ძალიან მტკივა, როცა ბათუმელებს მოწყენილებს ხედავ პრობლემებით დატვირთულებს. პოლიტიკაში ახალბედაა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. ნინო ასამბაძე აქტიურ საარჩევნო კამპანიაში უკვე ჩაება და აპირებს, რომ მამაკაც კონკურენტებს ჯანსაღი კონკურენცია გაუწიოს. ქალი პოლიტიკოსი განიხილება როგორც ალბათ უფრო პასუხისმგებლიანი, უფრო მიზანდასახული, უფრო სენსიტიური, ანუ უფრო მგრძნობიარე პიროვნება. არიან როგორც მამაკაცები, ასევე ქალბატონები და ვფიქრობ ჯანსაღი კონკურენცია გვექნება. ნინო ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიცია, პარტიული სიის ათეულში 2 ქალია. თუ რატომ უნდა დაუჭირონ მხარი მას, ხათუნა ფხაკაძე ასე პასუხობს. ადვილად შემიძლია ადამიანებთან კომუნიკაცია და ადვილად შემიძლია მათი გასაჭირის გაზიარება, ყველაფრის გაზიარება და გულთან მიტანა. ეს არის მეგონი მთავარი პრიორიტეტი, რომ ადამიანებს გაუგო. ასარჩევთა სიაში არა, მაგრამ ამ მომრჩეველთა შორის აშკარად ჭარბობს მდედრობითი სქესი. ცესკოს მონაცემებით საქართველოში 1,866,514 ქალი ამომრჩეველია. მათგან 72,114 ბათუმშია რეგისტრირებული. მოიპოვებენ თუ არა ქალი კანდიდატების სიის უმრავლესობის მხარდაჭერას 15 ივნისს გახდება ცნობილი.